აქ ვინმე 40 წლის ხომ არ გახდა შემთხვევით. გილოცავ ჩემო თავდაბადების დღეს. ამ წელს გამოვედი აბაზანიდან და მაქვს იმის დრო, რომ თქვენთან ცოტა ხანი ვიჭრო და ყავა დავლიო. მოდი ეს ცოტა გავწიოთ, რაღაც არ მომწონს, რომ ჩანს ხოლმე ეს რაღაცები კადრში. ჩემ თავს ვუმღერებდი, მაგრამ მარიკოს წინავს და მოდი თავი შევიკავოთ ახლა აქ ვის არ დავდგათ, რა ქვია, ცირკი. და არ გავახვიცო. თქვენი პუტკუნა მსისხივი უკვე ძალიან სერიოზულ ასაკში გადავიდა. ვერც ვიაზრებ იმდენად სერიოზულ ასაკში, ვერც მივიღე ეს ასაკი, არ დაგიმალავთ. მაინც ფიქრობ, რომ 36 წელს ვარ და არ ვარ 40, ანუ ვერ მივიღე. სამწუხაროდ მაქვს მიუღებლობა ასაკთან დაკავშირებით და არ ვიცი ეს რამდენად ბუნებრივია, დამიწერეთ ბუნებრივია თუ მე ავურიე და არ ვიცი მოკლედ. თუმცა ვერ მივიღე. ხშირად მომიწევს სეჭვი მაქვს გაწყვეტა, იმიტომ რომ მირეკავენ მოსალოცად, ბოძის გიხდით. ხო, ვერ მივიღე მოკლედ ეს ჩემი ასაკი. ვერაფრით, ანუ რა ის 40 ხალხო, ანუ რაღაცა მე მგონი არა ვარ 40. რაღაცა ეგეთი ის მაქვს რა, მოკლედ რო გითხრათ. დღევანდელი დღეს უნდა წავსულიყავი ჩემს გამომწერთან, რომელიც ცხოვრობს ნახალუკაში, უსაყვარლეს ქალბატონთან, მაგრამ გამახსენდა, რომ დღეს არის 14 თებერვალი, რაც იმას ნიშნავს, რომ დაბადების დღე მაქვს. ამიტომ გადაიდო ხვალისთვის. მეგუშინელი დროშიც გითხარით, მასტერკლასზე ერთად ვიყავით მე და ჩემი ქალბატონის ახალს ვერ ვიტყვი, არ ვიცი, სიამოვნება, არ სიამოვნება, ნებართვა არ მაქვს აღებული. მინდა რამდენიმე აბადოკი გაჩვენოთ, რომელიც გუში დავამზადე. დავიწყოთ პირველი მოდელით. მაგრამ აქ ხარც და ესეთი მოდელია და მინდა რომ კარგად დაგანახოთ. მე მგონია რომ ძალიან კარგად უნდა ჩანდეს, რა ვიცი, წესით. შეიძლება არც ჩანს. მგონი ჩანს. კი. ჩანს. ეს არის პირველი მოდელი. მეორე მოდელი, რომელიც ჩემს ქალბატონს გავუკეთე, მარიკოს და იდენტურს რა თქმა უნდა დავამზადებ მე, მაგრამ მარიკოსია, იმიტომ რომ მან აირჩია ფერები. მეორე მოდელი გახლავთ ესეთი. თეთრი წითელში. ესეთი. და არის ძალიან ლამაზი, ძალიან მომწონს. ვერ დაგიმალავთ, რომ არ მომწონს თქო, ძალიან მომწონს. და ასევე გახლავთ მისი უდიდებულესობა. აი ეს სილამაზე. აი ეს, რომელიც ძალიან მომწონს და შესაძლოა ნიმუშად დავიტოვო, არ ვიცი. ვერ გეტყვით ჯერ რა გადაწყვეტილება არ მაქვს მიღებული. აი ეს სილამაზე მოგიტანეთ დღეს. რადგან მაქვს ძალიან ბევრი სამეცადინო, დიდი ალბათობით ეს ორი დღე დიდად ვერაფერს გავაკეთებ, იმიტომ რომ სერიოზულად უნდა ვიმეცადინო, დავაკალაზეთ თავი, ასე ქვია. მოდი გაჩვენებთ ამ მოდელს. თავზე ახლა რომ ძალიან ლამაზია, რა ვიცი. ამ თმაზე ხან ნუ შემაფასებთ დიდად, მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან ლამაზია. ძალიან. ხო და ეს არის მოკლედ მესამე ნიმუში, რაც დავზადდა გუში. ესეც ასე, ესეც ჩვენი აბადოკების სეტი. რა თქმა უნდა, ბევრი
აბადუკის დამზადებას გეგმავ როგორც ასეთის, ასევე ასეთის და არა მხოლოდ ცალ-ცალკე არამედ გადავწყვიტე, რომ მსგავსი მოდელი, რაც ისედაც უკვე ძალიან ხშირად გვხვდება, დავამზადო აი ამ დაგვარი. ეს არის ორი ერთად, რომელიც სადაც აქვს აეთი გამყოფი ზოლი და დავამზადო. ოღონდ ეს დღეები, როგორც გითხარით, ბევრი სამიცათინო მაქვს და მაგის დრო არ მექნება. მაგრამ ხო, უნდა გავაკეთო. გუში მივიღებ პირველი საჩუქარი და ვფიქრობ, რომ დროული იყო ნამდვილად. ეს არის მესაუდასკი, რომელიც მაჩუქა ჩემმა ბიძაშვილმა გუში ღამე მომიცუცულა. ხო და დავტესტოთ. ეს არის დღის და ღამის. ამის გახსნა მკლავს მეტი არაფერი, ჩემ ცხოვრების ტრანო არის ამის გახსნა. ანუ დღეს შევიძლია გამოვიყენო და ღამეც და პირველ რიგში რაც ყველაზე მეტად მომწონს, ჯერ ფერი მომწონს ამისი და რო გახსნი მე აი ეს ვიზუალი მე ძალიან მომწონს, რასაც კი ესეთი ვიზუალი აქვს, რაღაცა გლუვი, ყველაფერი მომწონს, მე ხო გლუვებზე ვარ ჩაციკლული და ალბათ მაგიტო არ ვიცი. ჯერ არ გამიხსნია. ერთი წუთით მე ხო კარგად ვერ სუნთქავ და რაღაცა ვერ ვიგებ სულს. არ აქვს ძალიან მძაფრი სუნი, ესეთ გამის აქვს, რა ქვია. არის თხელი კონსისტენცია საკმაოდ. რო გითხრათ, ძალიან მკვეთრი სუნი არ აქვს. მაგრამ სასიამოვნო სუნი აქვს, თუმცა ძალიან მკვეთრი არ აქვს და შემაწუხებელი. სხვადასხვა ბოლო პერიოდში აღარ მომწონს ძალიან შემაწუხებელი სუნების სახეზე. ერთი პერიოდი რაღაცა ძალიან სუნებს დავსდებდი, მაგრამ ბოლო დროს დიდად ცოტა მაღიზიანებს, მიუხედავად იმისა, რომ მე კარგად ყნოსვა აღარ გამაჩნია მაინც. ყველა მეუბნება ხოლმე ნელა წაისიულ, ამის სახე გადაიძრო და აგერ ხოთი ვისაკ ვინკა გაიზარდაო, დიდი მადლობა. და დიდი მადლობა, კი, ვიცი საყვარელო, ძალიან დიდი მადლობა. მეც ძალიან. მოეწონა? მადლობა დიდი საყვარელო. გაიხარე და შენს მარიამს მოკითხვა, მიხარია რომ გაუხარდა. კი, გადავცემა აუცილებლად. მიდი კოცნიაბ. მილოცები. თათუნას ბლოგისთვის უნდა ჩავწერო მიმართვა. მერე ძალიან მომწონს ხოთაშორის გოგოებო, აი ეგრევე იწოვს. მშვენიერი. ესე იგი დღეს თუ მოვიცალე და როდის ვაპირებ ამ ამის მოცდას უხოთ ჯერ არ ვიცი. დღეს თუ ხვალ. არ ვიცი. თმა უნდა შევიჭრა რა დავიმოკლო. იქიდან გამომდინარე, რომ ძირითადად მაქვს აწეული და აეგმაზის და უკვე კანის ტკივილები დამეწყო გოგოებო, ამიტომ გადავწყვეტე, რომ მოვიჭრა აი ეს თმა. იმიტომ რომ, აზრი არ აქვს, არც ფორმას ვუყენებ, არც ვიწორებ, არც რა არის, ხა ეს რო გადევს, აზრი რა არის. არაფერი, გარდა იმისა, რომ სიგრძე აქვს. ჩემთვის არაფერი მნიშვნელობა ხა ამას არ აქვს, იმიტომ რომ ესე გაშლილი თმებით სამსახურში ვერ ვფრიალებ. რატომღაც ვერ.
და მე ჩემი თმა ისეთია, რომ გაისწორებდა ზუსტად, რავი, 3 წუთში უკვე ფორმა აქვს დაკარგული. ამიტომ მირჩენია, რომ დავიმოკლო ეს და უფრო მარტივად ავიწიო ხოლმე და კი აღარ დავისვა. აქ დავისვა თმა, თუნდაც დაბლა შევიკრა, მაგრამ იყოს ცოტა მოკლე რა, მართლა აზრი არ აქვს აი ამ რაღაცა ფუჩეჩის დატოვებას. მით უფრო თმა გამიფუჭდა ძალიან. ამიტომ უნდა იმას ვქნა, რა ქვია, გულში ღამე მოვიფიქრე, მოკეთ უნდა შევიჭრა და თან აი შეღების კუთხითაც ძალიან მიჭირს ამ სიგრძით შეღება და რავი, აზრი არც აქ რა. ჩემი აზრით. უაზროდ გრძელია და არაფერში არ ვიყინებ რა. და ესეთი ამბები მოკლედ. რისთვის ძალიან ხშირად ვამბობ ხოლმე თქვენთან მით უფრო ბოლო პერიოდში რისთვის საკუთარ თავს დიდ მადლობას და არც ახლა გამონაკლისი პრინციპში ძალიან ბევრ რამისთვის პატიებასაც ვთხოვ ჩემს თავს, რომ ბევრი რამ გადავატანინე ისეთი, რასაც არ იმსახურებდა და თუმცა თუ იმ ხაზით წავალთ, რომ ცხოვრება ასეთი და შენ ვერ იქნები სულ რაღაც ერთ ხაზზე, კარგი, მაგრამ მაინც ჩემ თავს მადლობას ვუხდი დაუხალავი შრომისათვის. დაცემამდე შრომისათვის ვუხდი ჩემ თავს ძალიან დიდ მადლობას. შრომით ბევრ ამის მივაღწევთ. დარწმუნებული ვარ. დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ადრე თუ გვიან შრომას ყოველთვის მოსდევს ხოლმე მერე წარმატება, შესაძლოა დააგვიანდეს, მაგრამ მაინც. ამიტომ ვფიქრობ, რომ არ დავიღლები, მით უფრო როცა გიყვარს შენი საქმე, ხო და გაუმარჯოს ჩემს წარმატებას, რომელსაც თქვენთან ერთად გავივლი აუცილებლად, როგორც ყოველთვის ყველა წარმატებას. ვისაც დაბადების დღე გაქვთ დღეს, ყველას გილოცავთ. სულბრჭყვიალა სამყაროში გვეცხოვრო, სადაც არის ბევრი ფერი, სადაც ძალიან ბევრი რამ არის ისეთი, რის დანახვაც გვიხარია, რაც გვიყვარს. ყველაფერს კარგს გისურვებთ ხალხო, თქვენი მიზნების ასრულებას გისურვებთ, თქვენი ოცნებების ასრულებას გისურვებთ. ცხოვრებაში არავის იმედზე არ იყოთ, არავის იმედზე. პირველი ვის იმედზეც უნდა იყოთ, ეს არის საკუთარი თავი, საკუთარ თავზე უნდა იდგეთ. თქვენი მხარდამჭერები ვინ იქნებიან, ამ მხარდამჭერიე სხვა ამბავია, მაგრამ თქვენი თავის იმედი უნდა გქონდეთ რა, იმის რომ განვითარება საკუთარი თავისთვის არის აუცილებელი, მომავლისათვის არის აუცილებელი. აი მე მსმენია, რომ ფულიანი ქმარი თუ მყავს, ხა რატო ვიწვალო თუ რაღაც არ ვიცი. შენ რა გაქვს? ქმარს გავიგე. შენ რა გაქვს? ეს არ არის აუცილებლად იმაზე, რომ ფინანსები, შენ რა გაქვს? გარდა ამისა, რომ ბუტიკებში დადიხარ, შესაძლოა მხოლოდ ეს არის შენი იდეა ფიქსი, მაგრამ ჩემთვის ეს რა ვიცი, არაფერს არ ნიშნავს. თორემ აქ მხოლოდ ფინანსებზე რა თქმა უნდა არ არის საუბარი. გადასარევად შეიწოვა გოგოებო, აი აღფრთოვანებული ვარ, აი აღფრთოვანებული, ეხლავე უნდა მივწერო სალომეს, რომ ძალიან მომეწონა. ამიტომ საიდანაც გადავხვდები ხოლმე, მაგრამ მე რო დამავიწყდეს ვაკვეხებ რაღაც. ამიტომაც არის, რომ მე ხდება ხოლმე რა, იცით, რომ შესაძლოა დაენგრეთ ხო რაღაცნაირად ოჯახი ხა ის და სხვა დაანგრევია, რამდენი ოჯახები ინგრევა და მე რაღაცა გაუგნებულები არიან, რომ ის ყველაფერი ჩამოეცალათ. ნებისმიერ ვარიანტში ჩამოგეცლება, როგორი ფინანსურიც არ უნდა იყოს და შედარებით მეტი თუ შედარებით ნაკლები, მაგრამ კაცრავად, როდესაც არ იცი რა აკეთო, როდესაც არაფერი არ იცი რა აკეთო, ანუ საიდან დაიწყო,
იმიტომ რომ დიდად არაფრისკენ არ მიიწევდი და ერთ ადგილას იყავი და მხოლოდ მეუღლის ფულებს ხარჯავდი, მე ხდება ხოლმე ყველაზე დიდი ალბათ საკუთარ თავთან კითხვების დასმა იმედ გაცრუება, რომ ახლა რა ვქნა, ახლა რა გავაკეთო, აი რატო არ რაღაცები რატო არ ვისწავლე თავის დროზე და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. აქ ხა უნივერსიტეტზე არ ვსაუბრობთ, თუმცა ძალიან ბევრ რამეს გაძლევს უნივერსიტეტი რეალურად. არ ვიცი ხა მე ვარ იმის მომხრე, რომ თუ კი არ უნდა ადამიანს არ უნდა ისწავლოს უნივერსიტეტში და ეს ხო ბუნებრივია, ხო ძალით მიყვანილი სტუდენტი კატასტროფაა და ძალით რომ დაამთავრებ პირობითად სამედიცინოს, ჩემი მტერი მოვიდა მე იმასთან პაციენტი, მაგრამ რატომ არ უნდა ისწავლო? იმდენ რამეს გაძლევს ხალხო უნივერსიტეტი და ახლა თქვენ არ გესწავლებათ ჩემგან. რეალურად შედგა ჩემი პერსონა დიახაც რომ უნივერსიტეტში იმდენი ცოდნა წამოვიღე, რომ ნუ რა ვიცი, ამიტომ საერთოდ რა საჭიროა უნივერსიტეტები ვიღაც TikTok-ზე გამოეჭიმა, რომელიც ამბობდა, რომ უნივერსიტეტები საერთოდ უკეთესი იქნება თუ აიკრძალება, იმიტომ რომ იყოს რაღაცა ხელსაქმეები, რითიც დაკავდებიან ადამიანები და საერთოდ რა საჭიროა უნივერსიტეტი, საერთოდ რას გვაძლევს უნივერსიტეტი. არ დაგიმალავთ და გამოვშტერდი ეს რომ მოვისმინე, იმიტომ რომ რას გვაძლევს უნივერსიტეტი, ნუ აი ეს არის ყოვლად გაუგებარი რამ შენ თუ არ გინდა რომ უნივერსიტეტმა მოგცეს ცოდნა, ეგ არის სხვა რამე. მაგრამ ვისაც უნდა რომ მიიღოს, ის აუცილებლად მიიღებს თავის წილ ცოდნას, როგორც შეძლებს. და ის რომ რა საჭიროა უნივერსიტეტი, ჩემთვის ძალიან საჭირო ხო, ვიღაცას არ უნდა გავიგეთ, რომ არ გინდა კატასტროფულად არ გინდა, მაგრამ ზოგადად აი ასე ხელახები თქვა რომ უნივერსიტეტი საერთოდ რას გაძლევს, არის, რა ვიცი, მე მგონია რომ ძალიან დიდი უცოდინრობა და არ ვიცი საერთოდ როგორ უნდა ამოგვივიდეს პირიდან მსგავსი დებილობა, რომ ეხლა რა საჭიროა უნივერსიტეტი, ძალიან საჭიროა უნივერსიტეტი, ძალიან. ვისაც უნდა. დიდად არ უნდა, არც უნივერსიტეტი უნდა და არჩენი ხელსაქმე არ უნდა რა. დიდად. თუმცა არიან ადამიანები, რომ არ უნდათ უნივერსიტეტი, მაგრამ უნდათ აი კონკრეტულად რაღაც, რომ ისწავლონ. და ძალიან დიდ პატივს ესეთ ადამიანებს, რომ უნდათ ისწავლონ. და უბრალოდ მოხვდნენ ისეთ სივრცეში, სადაც არ უნდათ და აბსოლუტურად მესმის. მაგრამ ადამიანების განცხადება, რომ უნივერსიტეტები საერთოდ რისთვის არის და რას გვაძლევს, ნუ აი მგონია, რომ ფსკერის კიდე დაბლა რო ჩახვიდეთ, ეგ არის ხალხო. ავიც, ჩემთვის ეგ არის, იმიტომ რომ ძალიან ბევრს გაძლევს უნივერსიტეტი. უბრალოდ შენ უნდა მიიღო. და შენ თუ არ მიიღებ, ვერავინ ვერ შემოგაფრინდება იმაში, რა ქვია, ტვინში და ვერ ჩაგიდებს. ეს უნდა მიიღო. მე მახსოვს სწავლობდი თეატრცოდნაობას და თეორიაში მე არასოდეს არ ყოფილვარ ძლიერი, მოდი ესე ვიტყვი, თეორიაში. არასოდეს. არც სკოლაში, თუ მიყურებს ახლა რომელიმე ჩემი პედაგოგი, ორივე ხელს აწევს და ვიტყვის, რომ კი ეგრეაო. არც უნივერსიტეტში, არსად, ანუ ჩემთვის თეორია არის უმძიმესი რამ, უმძიმესი. მით უფრო ახლა, როცა მეხსიერება ჩამომივარდა, საერთოდ განმინადგურდა, მით უფრო ახლა არის თეორია ძალიან რთული. და სწავლობდით საოცარი ქალბატონი გვასწავლიდა, რომელიც ძალიან ისეთი განათლებული და თავის საქმის პროფესიონალი და იდეაში თეატრცოდნეობა ძალიან აუცილებელია, იმიტომ რომ სწავლობ ყველა რეჟისორს თუ მსახიობს თუ მათ ცხოვრებას თუ მათ საქმეს, ძალიან მნიშვნელოვანი ლექციები იყო რეალურად და ჩვენ ძირითადად პრაქტიკებზე ვიყავით გადართული, მე, ანუ ჩემ თავზე რომ ვისაუბრო,
იმიტომ რომ ნუ ხა თეატრალურში თქვენ ვინც არიცით გეტყვით რომ ისწავლება ცეკვა, ისწავლება პანტომიმა და ნუ უამრავი რამ და რაც ჩემთვის უფრო პრიორიტეტი იყო ვიდრე ახლა თეორიული რაღაცა საგნები რომელიც ნუ აი არ მაინტერესებდა რა. თუმცა საჭირო იყო ამას გულისხმობ. მაგრამ იმ დონეზე ვსწავლობდი, ახლა რო კურსი არავინ დამტოვებდა, მაგრამ ნუ ხვდებით. მით უფრო, როდესაც შენ პრაქტიკებში იყავი ძლიერი, ძალიან გიწყობდნენ ხელს და თეორიებში ხელს კრავდნენ ხოლმე, რომ ნუ პრაქტიკაშია ძლიერი და მოდი ვთქვათ, რომ სამსახიობო პრაქტიკაა და არა ვთქვათ თეორია. უცებ აღმოჩნდა შემთხვევით გავიგე, რომ ნუ იტყვით და იცნობდნენ დედა და ჩემი ლექტორი ერთმანეთს. აუ დედას გეფიცები დავით ცენტრე. იმდენად შემრცხვა, რომ მე მის საკზარს სწავლობდი და დედას იცნობნა და ეს ისე მომხვდა და ისე განვიცადეს, რომ ჩემს მარიკოს გეფიცებით მეორე დღესვე მე ადამიანი რომელიც თეორიაში ვიყავი, ნუ აი არ ვიცი, ლექცია არ ჩამიგდია ისე რომ არ მესწავლა მისი საგანი. თურმე შემძლებია, ანუ თურმე და არა მხოლოდ შემძლებია, მომეწონა, ანუ განაის იყო მხოლოდ რომ დედას იცნობდა და ეგ თავიდან იყო რომ გავიგე, მაგრამ მომეწონა, იმიტომ რომ არ შეიძლება არ მოგწონებოდა რეალურად, ხა ისეთ რაღაცებს სწავლობდი, ხორავას ცხოვრებას სწავლობდი, ამის რა ვიცი, ანუ ძალიან საჭირო რაღაც იყო და ძალიან აუცილებელი. მომეწონა. დავდიოდი კონსპექტებით ბიბლიოთეკაში დავდიოდი, ანუ მომეწონა იმ დონემდე და საკმაოდ გვიან მომეწონა სამწუხაროდ. დედა მანამდე გამეკო რომ დედას იცნობდა. რომ გამოცდა იყო და ჯგუფში დაიწერა სულ რამდენიმე ხუთიანი, მაშინ ხუთიანები იყო, მგონი 3 დაიწერა თუ არ ვცდები, თუ 4, თუ 3 არ მახსოვს. ანუ ძალიან ცოტა დაიწერა მახსოვს, მე მგონი 3. და მითხრა კვანცა. სანამ შენ დაიწყებდი სწავლას, აქ სტუდენტები იკლავდნენ სწავლით თავს. და მათ დავუწერე 5. შენს ახლა ზუსტად იმ ეტაპს გადიხარ, რომ ძალიან კარგად სწავლობ და ძალიან გინდა ეს ყველაფერი. მოგწონს, იმიტომ რომ ხედავდა ჩემ მონდომებას. მაგრამ უბრალოდ 5-ას ვერ დაგიწერ, იმიტომ რომ ნახე სტუდენტები, რომლებიც სექტემბრიდან მოყოლებული პირობითად გეუბნებით თავს იკლავენ მთელი 1 წელი სწავლით და შენ ბოლო 4 თვე დაიწყებ და 5 თვე სწავლას, მე უბრალოდ ვერ დავწერო და განარა დაგიწერო, მაგრამ არ შემიძლიაო. უბრალოდ ჩათვალე რომ ყავს 5-იო, მაგრამ მე 5-ს ვერ გიწერო. იმიტომ რომ იმ მოსწავლეებთ, ამიც არ გამომივა კეთილსინდისიერად ბოლო შენი თვეების ნასწავლის გამო 5, როდესაც მთელი წელი სწავლობენ და ამდენ შრომას დებენ. და რა თქმა უნდა ხელები ავწი და 100% დავეთანხმე. და მე მახსოვს რომ ვინც 5 მიიღო, დაპატიჟეს კოჯორში თუ სადღაც არ მახსოვს, აი ძალიან ადრე იყო და აღარ მახსოვს მართლა ჩემი ხსების პატრონს. რაღაცა პიკნიკი მოეწყო და ვიყავი მეც. რადგან ფაქტობრივად 5 ყავსო და ამიტომ შენც მოდიხარო და მახსოვს მეც წავედი. თუ ვისაც 5 ყავდა, მოკლედ იმაზე ყველა იყო იქ. და მომცა ძალიან ბევრი რამ მომცა, ძალიან ფინანე, რომ ასე ძალიან მომეწონა და რატომ არ დავიწყე თავიდანვე და ჩემ თავს ძალიან უბრაზდებოდი. თუმცა, ხო, ნუ ესე გამოვიდა და მე ძალიან მისაყვედურა, რომ როცა შეგიძლია, რატო არ აკეთებ? მე ვიციო, რომ პრაქტიკაში ყველაფერი იცოდე, ხა იქ ვინ რა დონის სიძლიერით იყო. აი
უბრალოდ როგორ მინდოდა დამეწერაო და შენი იმის გამო რომ დაიწყე საკმაოდ გვიან სწავლა. აი რატო არ დაიწყე? ნუ ესეც ხდება ხოლმე ალბათ. ცოდნა არსად არ მიდის ჩვენთან რჩება. ალბათ ერთ-ერთი რამ რასაც ვერავინ წაგვართვევს ეს არის ცოდნა და შენში არის და არის ეს და არ ვიცი ვირთვის როგორ, მაგრამ ჩემთვის სწავლა ძალიან ბევრს ნიშნავდა და ჩემი შვილისათვის ძალიან მინდა რომ ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი იყოს, იმიტომ რომ მაგალითად ახლა მეუბნება ხოლმე მანანა ფიოდოროვნა მისი რუსულის მასწავლებელია, რომ სასწაული ბავშვი ყავს გვანცაო დათქვამი არ მაქვს რომ იცისო და დარწმუნებული ვარ რომ ძალიან ძლიერი იქნება სკოლაშიცო. ძალიან მიხარია. იქ ბალეტმა მითხრა რომ გვანცა ისეთი მონდომებულია, ძალიან მიხარია. იქ ინგლისურმა მითხრა რომ სულ რაღაცა თვალებში გიყურებს რომ რაღაც ძალიან მიხარია. იქ პედაგოგი მეუბნება რომ არის ძალიან აქტიური, ძალიან კარგი ათვისების უნარი აქვს ახსნელ პედაგოგი, ძალიან მიხარია. ჩემთვის სწავლა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან და ეხლა ადამიანების ვისაც არ არის მნიშვნელოვანი მე მახსოვს ადრე დედა მეუბნებოდა რომ ვიღაც გარკვეულ ადამიანებს რომ როდესაც ვეუბნებოდიო რომ ჩემმა შვილებმა უნდა ისწავლონ როცა ვსწავლობდით უკვე ციდებოდათ რომ კაი რა მიიყვანეს სადღაც რაღაცა წრეზე და დამთავრდა და აიღებს ერთი პიკაცდაც დასწავლი არ არის მით უფრო გოგოს რა თუნდა გათხოვდება და ყველაზე მეტად მესისხება აი გოგოს რა თუნდა სწავლა აი ვერ ვიგებ დედას გებიცე გოგოს რა თუნდა სწავლა ხალხო კიდევ კარგი რომ ახლა ასე მძაფრად აღარ არის ეს ყველაფერი თორე გოგოს რა თუნდა სწავლა ანუ თქვენ ასე ხართ ხა უკვირდათ ადამიანებს გოგოს რა სჭირდებოდა სწავლა ის ხომ მაინც უნდა გათხოვდეს გესმით მე რომ არა ისწავლა არ ვიცი ხა მესად ვიქნებოდი ან არანაირად ვიცხოვრობდი გონზია რო არის იმიტომ რომ ის ცოდნა ის რაც ახლა არის რასაც ხედავთ ეს არის და ჩემი სულ გიშდებოდა ამაზე და აი აშრიალებდა რომ ანუ რას მეუბნებაო ეს ხალხიო იმიტომ რომ ჩემისთვისაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი დობის შვილებს ჰქონდათ გადათლება და ყვირდა ხოლმე რომ როგორ ეუბნებოდნენ ამას თან ისეთი ადამიანები ეუბნებოდნენ რომლებისთვისაც ეკონომიური მდგომარეობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი და მაღალ საფეხურზე იდგნენ ჩვენ არ ვიდექით აი ამ საფეხურზე აქ ვიდექით და აქ მდგომებიც კი ამბობდნენ რომ რა გინდა სწავლა როცა არანაირი პრობლემა არ ქონდათ იმის რომ მათ შვილებს ესწავლათ ფინანსურად არანაირი და ჩვენ რომელსაც საკმაოდ გვიჭირდა იმ პერიოდში ჩვენთვის იყო სწავლა ნომერ პირველი და დედა ჩემს ოჯახს მამას ჩემს ოჯახს ზოგადად იმ ხარდაჭერისათვის რასაც მთელი ცხოვრება ვგრძნობ ერთმანეთის მიმართ გვაქვს საოცარი მხარდაჭერა და დიახ ოჯახი უნდა იყოს ერთ-ერთი მხარდამჭერი შენს ცხოვრებაში და ყველაზე მნიშვნელოვანი ძალიან ბედნიერი ვარ ამით სასწავლად მიდგანან გვერდში და ამის ვერ დანახვა და არ დანახო ხოლმე არ შეიძლება და სულელი როგორ ვერ უნდა დაინახო ხო ოჯახი არის მნიშვნელოვანი როგორ სოციუმში გაქვს შენ ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია ვინ არიან შენი მშობლები შენი ოჯახის წევრები იმიტომ რომ ამის გარეშე ხარდაჭერის გარეშე ძალიან გაგიჭირდება ყველა წამოწყებაში რომ შენი ოჯახი ხართ გიჭერსაც ცოდნას ეხება ეს ძალიან დიდი ხარდაჭერაა და ძალიან მიხარია მაგალითად ის რომ
ჩემ მეუღლეზე რომ ვთქვათ ახლა ძალიან მიჭერს ხარს იმაში რომ მე დავიწყე ხელნაკეთი აქსესუარების გაკეთება და ძალიან მოსწონს ყველაფერს რასაც ვაკეთებ მე დასრულებას ვაჩვენებ ხოლმე რომ მოგწონს და მის სახის გამომეტყველებით ხვდები რომ ის ძალიან მოეწონა თუ ისე რა მოეწონა და ძალიან მიჭერს მხარს და ხო ყველაფერი გამოგიკითხები ხომ აბა რა ანუ ძალიან მნიშვნელოვანია ძალიან ყველას გისურვებთ ყავდეთ მხარდამჭერები მე ძალიან ბევრი მხარდამჭერი მყავს ჩემი მშობლები იქნება ეს ძმა თუ ბრძალი თუ მეგობრები თუ უამრავი თანამშრომელი ვინც ძალიან გულწრფელად მიჭერს მხარს და ძალიან ბევრი ადამიანი მოკლედ დღეს დიდი ალბათობით შეკვეთა უნდა გადავცე ერთ ჩემს გამომწერს რადგან დღეს საქმე მაქვს მაინც გავდივარ ხვალ უნდა მენახა მაგრამ მაინც გავდივარ ასევე ორი საყურე მაქვს მისატანი კიდე სამშაბათს და ერთი ბრუში დღეს კიდე ყველაფერი ძალიან კარგად იქნება დარწმუნებული ვარ სადღაც ხო უნდა განათდეს ძალიან ხო უნდა განათდეს სადღაც და ჩემ ცხოვრებაში ბოლო პერიოდები ბოლო წლები ძალიან კაშკაშებს რაღაცეები და ისეთი ამაყი და ბედნიერი ვარ რომ ვფიქრობ ხოლმე რომ არა უშავს გვანც აი ვიცი რომ შენ ძალიან იწვალე ვიცი რამდენი რამე გაიარე ვიცი როგორ რა ვიცი მაგრამ ნახე გამართლდა არა უშავს რა გაიარე მე რა ხო გაგიმართლა ხო გააკეთე მაინც ხო გააკეთე და სულ ვეუბნები ხოლმე ჩემ თავს რომ გამოვა დამიჯერე ყველაფერი გამოვა და დიახ ჩემო მეგობრებო თქვენ ცხოვრებაში ყველაფერი გამოვა ოღონდ თქვენ უნდა გინდოდეთ ეს პირველ რიგში ვის რა ენდომება თქვენთვის არ უნდა იყოს პრიორიტეტი შენ რა გინდა აკეთო ამ სამყაროში შენ რა გინდა დატოვო შენ რა გინდა შენ შვილებს აჩვენო რომ რა ხარ საბოლოოდ რა შედეგი რა დიქეცი რა სახელი უნდა დატოვო მიხარია როცა მიწერენ რომ ნიჭიერი გოგო ხარ ძალიან მიხარია ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვებია აი ძალიან მიყვარს ის ხალხი ვინც ჩემში რაღაცას ხედავენ იმ მონდომებას ხედავენ იმ რაღაცებს ხედავენ არც ერთი წუთით არ არის დღეები როცა უკან იხევ აი რაღაცა სადღაც ნერვები გასხავს მაგრამ უცებ ბრუნდები და ისევ ლაგდები ყველაფერი ძალიან კარგად იქნება ძალიან კარგად იქნება ხვალამდე